გამარჯობათ. დიდი ხანი ესეთი შესვენება გავაკეთე და ეხლა მაინც მინდა დაუბრუნდე ამ ესეთ გაკვეთილებს, რომლებიც ელემენტარული ესეთი თვლების მოქსოვას გვასწავლის. ნახეთ, ესე იგი, ეხლა როგორც გახსოვთ, აქ მე გავჩერდი თვალი ერთი ნამატით. აი ამ თვალზე ეს მაქვს ეხლა გასარჩევი, ხო? აი ეს ყველა თვლები გავიარეთ. 1, 2, 3 და 4 თვალი გვაქვს ესეთი ნასწავლი. ეხლა გადავედით აი ამ თვალზე ერთი ნამატით. ერთი შტრიხი აქვს. ეხლა თუ შეადარებთ აი თვალს ნახევრად ნამატით, ხო? ამას თავზე აქვს ესეთი ხაზი, ხო? ხოლო თვალს ერთი ნამატით აი ერთი შტრიხი აქვს. თვალს ორი ნამატით ორი შტრიხი აქვს. სამი ნამატით სამი და ასე შემდეგ. ამითი უფრო ადვილია რომ ესე ასოციაციას გაძლევთ, რომ ერთი ნამატით ერთ შტრიხს დაინახავთ, ესეთი თვალია. თუმცა ინგლისურად ქვია double crochet, მაგრამ აქ უბრალოდ გამოყვანაზია, ანუ ორი თვალი ერთად, ორი თვალი ერთად, ესე ორჯერ არის გამოსაყვანი. ეხლა ამ შემთხვევაშიც, როგორც აი წინა თვლების შემთხვევაში იყო საჭირო საფუძველი ესეთი ან ჯაჭვი, ან ჩაკეტილი წრე, რომელზეც უკვე მოვხსოვდით, თქვათ, აი თვლებს. ამ შემთხვევაშიც თვალი ერთი ნამატით, ამისთვის გვჭირდება აი ჯაჭვი. ესე იგი, მოვხსოვ ახლა მე ჯაჭვს, ეს იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი თვალი იქნება ზუსტად. კვანძი გააკეთეთ პირველი და შემდეგ უკვე თვლები. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 თვალი იყოს. აი ესეთი 10 თავისუფალი თვალი მოვხსოვთ. თან გავიხსენეთ, ხო? აი პირველი თვალი რაც ვისწავლეთ, ეს იყო თავისუფალი თვალი, ესეთი ჯაჭვისებური თვლები. აი ეს იყო. ეხლა ჩვენ გვინდა მოვხსოვოთ თვალი ერთი ნამატით. თვალს ერთი ნამატით, როგორც წესი, შეესაბამება 3 თავისუფალი თვალი. აი ამ თვალს ნახევრად ნამატით შეესაბამება 2, ანუ ბიჯისთვის, ხო, რომ აამაღლოთ, სანამ დაიწყებთ უკვე აი ამ თვალის ქსოვათ, ესე იგი, ნახევრად ნამატით თუ თუ გინდათ რომ მოგხსოვოთ, 2 თავისუფალი თვალი სჭირდება. აი ეს წინათან გავიხსენოთ, ხო, ეს პლუს ესე ან კრესიკით, ზოგჯერ კრესიკით არის, ზოგჯერ პლუს ნიშნით. ამას სჭირდება 1 თავისუფალი თვალი ბიჯისთვის. დაწოლილ თვალს პრინციპში არ სჭირდება, გააჩნია რა შემთხვევაში, უფრო არ სჭირდება ხოლმე ბიჯისთვის თვალი. ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თვალი ერთი ნამატით, გჭირდებათ 3 თავისუფალი თვალი. ანუ ბოლო 3 თვალი, ნახეთ, 1, 2, 3, ეს იქნება ბიჯისთვის. და შედიხართ მეოთხეში. აი აქ უნდა შეხვიდეთ. აბა, კარგად ჩანს მე მგონი, ხო? აი ესეთი. და თან ეს აუცილებლად ყაისნააღზე გადადეთ ერთი ძაფი, ესეთი, ესე იგი 1, 2, 3 და მეოთხეში. აი აქ. შეგიძლიათ ერთ კედელში შეხვიდეთ, შეგიძლიათ ორ კედელში, უფრო ორ კედელში უკეთესია ხოლმე. ნახეთ, აი ორი ძაფი რო ზემოთ დაგრჩეთ. აი ესე გამოვიტანე. ეხლა სამუშაო ძაფი 2-ში ერთად, 2-ში ერთად. აი მე ვფიქრობ, რომ ინგლისურად ამიტომ ქვია ესე double crochet, რომ ორჯერ არის გამოტანა, უბრალოდ აი ორჯერ ესე იგი ორ თვალში გამოიტანთ, მერე კიდევ ორ თვალში. აი ესეთია. ეხლა ჯერ კიდე არ ჩანს, მოდით კიდევ მოვხსოვოთ შემდეგ თვალშიც. აი აქ, ხო? აუცილებლად ყაისნააღზე ძაფი უნდა გადადოთ. თითქოს თვალს ნახევრად ნამატით გხსოვთ, მაგრამ აქ გახსოვთ, ხო, სულ ერთად გამოყვავდა და ეხლა 2 ერთად. 2 ერთად. ხო, თუ ნახევრად ნამატით არის, პირდაპირ გამოიტანთ. აი ეს არის განსხვავება ამ ორ თვალს შორის. ნახეთ, როგორი მაღალი თვლებია. მოდით ახლა ნახევრად ნამატით მოვხსოვ. აბა, მოდით, ესე იგი ეს ორი თვალი მოვხსოვე და ფაქტიურად ეს ბიჯის თავისუფალი თვლებით ითვლება, რომ თითქოს ეს სიმაღლე იმხელა აქვს, როგორც თვალს ერთი ნამატით, ხო? სიამოვნებაში 2 მოვხსოვე ახლა. ეხლა მოვხსოვ თვალს ნახევრად ნამატით. აბა, დააკვირდით, თან გავიხსენოთ. მომდევნო თვალში შევდივარ. ისევ გადადებული მქონდა, ხო, როგორც დაინახეთ ყაისნააღზე ძაფი და აი ერთად. ეს ცოტა დაბალია, ვიდრე წინა თვლები, ანუ თვლები
ერთი ნამატით უფრო მაღალია. ეხლა კიდევ არ ჩანს, კიდევ ერთხელ მოგსოვ. თვალს ნახევრად ნამატით მოგსოვ ეხლა ისე. აი ესე და ერთბაშად. აი სულ ერთად. აბა ნახეთ, აი ეხლა ჩანს მეგონი, რომ ესე დაწვრილდა. ეს მაღალი იყო, ჩამოვიდა. ეხლა მოგსოვ თვალს ნამატის გარეშე. ხო? ანუ აი ეს ნახზე არაფერს არ გადადებთ ძაბს. ისე ორ კედელში შევალა ესე. და აი ესე. აი ეს დაწვრილდა ეხლა, ხედავთ როგორ ჩამოწვრილდა. კიდევ ერთხელ გავაკეთებ მომდევნო თვალშიც. ესე და აი ესე. და შემდეგ მოდით ყველაზე დაბალი თვალი. რომ კარგად თვალსაჩინო იყოს. ეხლა შემაერთებელ თვალს მოგსოვ. აი ერთი თვალი დამრჩა ზუსტად და აი ესე პირდაპირ. აი ესე. ნახეთ თითქოს ესეთი რაღაც წაგრძელებული და ცრემლის ფორმაც აქვს ცოტა, ხო? აი ესეთი. შეიძლება ითქვათ ყვავილის ფურცლები ესე მოგსოვოთ. რაღაც ესე გვირილას მასკავს უფრო გვირგვინის ფურცლებს, ხო? აი ესე. მოკლედ აი ეს არის ჩვენი ხა აი ეს რაც იყო ძირითადი თვალი ერთი ნამატით. ესე კურდღლის ყურსაც გავასწრე ესე თუ სათამაშოების მოგსოვას დააპირებთ, კარგად უკავია თავი. ხა ეს ძაფიც მყარია პრინციპში, ესეც ამასაც აქვს მნიშვნელობა. აი ეს არის. ეხლა მოდით კიდევ ერთხელ 1 2 3 ანუ 3 თავისუფალი თვალი გჭირდებათ მოტრიალებისას, რომ აი თუ აპირებთ ისევ თვალი ერთი ნამატით მოგსოვოთ. ეხლა ნახეთ, აქ დააკვირდით ხოლმე. აი ეს არის პირველი თვალის როლში ეს 3 თავისუფალი თვალი. ანუ თითქოს გაქვთ ესეთი თვალი ერთი ნამატით და გამოდის აი ამ თვალიდან. ხო? ანუ შემდეგი თვალი აი აქ აი აქედან უნდა გამოიდანოთ. ისე ხო უნდა მოვტრიალდეთ თან. აი ესე, ნახეთ. აი ეს ნახეთ, ეს თვალი, ეს 3 თავისუფალი თვალი გამოდის აი აქედან. შემდეგ როცა უკვე გინდათ კიდევ ესეთი თვლები ერთი ნამატით. აქაც ორ კედელში, აი ნახეთ, ორი ძაფი მაქვს. აი ეს ნახეთ. და აქაც ხა მოგსოვ ისევ თვალს ერთი ნამატით, რასაც დღეს ესე ერთი სწავლობთ ხო ამ ასეთ თვალს. აი ესე. კიდევ მომდევნო თვალშიც. აი ესე. ნახეთ, აი ეს. ხა ცოტა ხრელი რჩება, მაგრამ ეს როგორც წესი ესე არის ხოლმე, იმიტომ რომ მაინც ეს პირველი 3 თვალი ისეთი სქელი არ არის, როგორც სვეტები, უკვე თვალი ერთი ნამატით. ამას სვეტებსაც ვეძახი ხოლმე. თუმცა თვალს ნახევრად ნამატით ვერ ვეძახით სვეტს, იმიტომ რომ ძალიან ისეთია ფაფუკი და დაბალი. და აი ეს უკვე სვეტია, თუ გექნება თვალი ორი ნამატით, უკვე სვეტია, იმიტომ რომ მაღალი ესეთია დაგრძელებულია. აი ეს. ეხლა შეგვიძლია აქ არ ვიცი თუ გინდათ დააპატარავეთ, ანუ თუ გინდათ რომ ეს დააკომპენსიროს წინა რიგში რაც მოგსოვეთ. მოდით ეხლა ნახევრად ნამატებით მოგსოვ. აი ესე. კიდევ ერთხელ ნახევრად ნამატით. აი ესე. ეხლა მოგსოვ თვალს ნამატის გარეშე მომდევნოში. კიდევ ერთხელ. მოდით ეს რომელის ეს კიდევ სვეტის თავზე ვარ. და ეხლა ნახეთ, აქ 3 თავისუფალი თვალი რო გქონდათ. აქ მოგსოვოთ შემაერთებელი თვალი ბოლო თვალზე, ხო, რა თქმა უნდა, აი 3 თვალიდან ბოლოზე ეს არის თავი, ესე სვეტის თავი მანდ გამოდის. აი ეს შემაერთებელი უკვე. ბოლოს მოგსოვე მხოლოდ შემაერთებელი. აი ნახეთ, თითქოს ეხლა უკვე არ ეტყობა ესეთი, ხო, დადაბლება და იმიტომ რომ წინა რიგში საპირისპიროდ გქონდა აქედან მაღალი თვლები დავაპატარავ. ეხლა მაღალი თვლები აქედან დავიწყე და დავაპატარავე აქეთ და თითქოს მართკუთხედი გამოგვივიდა, ხო, შეავსო ეს ადგილები. კარგით, მე მგონი ეს მიხვდით. ასევე წრეზე თუ გინდათ ხო მოგსოვა. წრეზე შეგიძლიათ ჩვეულებრივად კვადრატები, აი ესეთი granny squares ეძახიან ინგლისურად, ან ბაბუშკინა კვადრატია. აი ესენიც ეხლა ნახეთ პირველი თვალი რაც მოგსოვ უცებ დავიწყე, მოდით კარგად გაჩვენეთ. აი ეს წრეზე, ნახეთ, წრეზე ვართ და გამოიტანთ და აქ ეს არის
ის ჩაკეტილი წრე, რომლის გარშემოც ახლა მინდა რომ თვლები მოგსო. 1 2 3 თუ აპირებთ თვალს ერთი ნამატით, აი 3 თავისუფალი თვალი გჭირდებათ ბიჭისთვის. შემდეგ უკვე თვალი ერთი ნამატით. აი შეესაბამება, ნახეთ როგორ კარგად ერთნაირი სიმაღლე აქვთ. კიდევ ერთხელ მოდით ახლა იმ კვადრატს გავაკეთებ რაღაც დონეზე მაინც მივიყვან. ესე იგი granny square, ანუ ინგლისურად ეს ეძახიან, რუსულად ბაბუშკინა კვადრატ. იმიტომ რომ ესეთი ადიალებს ქსოვენ ხოლმე და ესე პლედებს ასეთი კვადრატების შეერთებით. ესე იგი 3 თვალი თითო-თითო ნამატით მოგსოვე, ხო? ეხლა აქ კუთხე უნდა გავაკეთოთ, ანუ კვადრატი უნდა მოგსოვოთ. კი თითქოს წრეზე დავიწყე, ხო? მაგრამ კვადრატში გადავიყვან. ესე იგი 1 აქ შეიძლება 2 თვალი, თავისუფალი, რახან დასაწყისი რიგია, მე უფრო 3 თვალს ითხოვს ხოლმე, უფრო როცა იზრდება კვადრატი. ესე იგი 2 თავისუფალი თვალი მოგსოვე მხოლოდ, ხო? თუმცა ფოკუსი ვერ იჭერს ესე. მოც საჭიროა. ესე. ხა ისევ მოგსოვ თვალს ერთი ნამატით, 3ჯერ, ხო? 3-3. ესე. 4 ცალი ესეთი სამეული გჭირდებათ. დააკვირდით. აი ესე, აი ესე. ხო? აი ესე. ისევ ეხა მოგსოვ მე ისევ თვალს თავისუფალ თვალს ორს, აი ესე. ისევ უნდა გავიმეოროთ 3 თვალი თითო-თითო ნამატით. 2 ერთად, 2 ერთად. კიდევ ერთხელ 2 ერთად, 2 ერთად. აი ესე. კიდევ 2 ერთად, 2 ერთად. აი 3 ცალი კიდევ მოგსოვ. ეხლა თან ეს ძაფის ბოლო შეგიძლიათ მოჭიმოთ ცოტა, რომ ძალიან არ გაიწელოს ეს გული. ისევ 2 თავისუფალი თვალი. კუთხეებს გაძლევთ ეს თავისუფალი თვლები რო გქსოთ, ხო? ამ სვეტებს შორის. ისევ სვეტები გვინდა 3 სვეტი. 1 თვალი ერთი ნამატით. მეორე თვალი ერთი ნამატით და მესამე. აი ეს. აი ეს, ნახეთ. აი ესეთი გამოგვივიდა. აქ ეხა რახან დასაწყისში ჩვენ პირველი იყო სვეტი, ხო? აქ თავისუფალი თვლები გვჭირდება, ნახეთ, 4 უნდა გქონდეთ ესეთი ხვრელი. 1 2 3 და აი ახლა 2 თავისუფალი თვალი და უნდა დააკავშიროთ პირველ თვალთან. აი პირველი თვალი ეს არის თქვენი მესამე თვალია ფაქტიურად 3 თავისუფალი თვალი რო გქონდათ, ხო? აქ სხვადასხვანაირად შეიძლება, ან თუ მინდათ რომ ძალიან შეუმჩნეველი იყოს ეს გადასვლა, ხო? აი ესე ჯობია ორ კედელში შეხვიდეთ, ოღონდ იმის გამო რომ თავისუფალი თვალია, ცოტა მჭიდროა ხოლმე და ეს გამოტანა აი ესე ნახეთ, აი ეს. აი ესეთი გაქვთ პირველი რიგი. ეხლა შემდეგ რიგში ცოტა სხვადასხვანაირად შეიძლება გააჩნია ის როგორი სქემა აქვს, მაგრამ ძირითადად ისევ აამაღლებენ, ხო, სვეტების სახით. აქ შეიძლება თქვათ ზოგჯერ პოპკორნებს აკეთებენ, ან კიდევ რაღაც ისეთ განსაკუთრებულ თვლებს, მაგრამ ეხლა ჩვენ ჯერ ახან არ დაგვიწყია, ხო, ეს ესეთი რთული თვლები. მოდით ესეთი რასაც გსოვთ, ესეთი თვლებით გსოვთ. ანუ 3 თავისუფალი თვალი ბიჭის, ანუ შეესაბამება აი ამ სვეტს. შემდეგი სვეტი აი ამ თვალიდან გამოვა, ისე თვალი ერთი ნამატით. მომდევნოშიც ანუ 3 თვალი ქონდათ, ხო? აი იმ 3 თვალის თავზე ისევ 3 ესეთი სვეტი გაქვთ. აი ეს. ეხლა იმისთვის რომ ეს კვადრატი შევინარჩუნოთ, აი ამ ხვრელიდან ამოვიყვანთ სვეტებს 1, აქ ეხლა გააჩნია, ძაფის სისქეს გააჩნია, ზოგჯერ 3 ითხოვს, ზოგჯერ 2 საკმარისია. ხა მე ვფიქრობ, რომ ეს სქელი ძაფი 2 საკმარისი იქნება, აი 2 თვალი ამოვიყვანე უკვე სვეტი და
მეტი არც არის საჭირო. აქ გავაკეთებ 1, 2 და 3. აქ უკვე 3 თვალი გავაკეთოთ თავისუფალი, იმიტომ რომ რაც უფრო იზრდება კვადრატი, უფრო ისეთი ხდება მეტი ფართობი სწრაფ-სწრაფად იზრდება და ამიტომ ითხოვს. ესე იგი 3 თავისუფალი თვალი მოგხსოვე. ეხლა ისევ იგივე ხვრელიდან 1 სვეტი თვალი 1 ნამატით, ხო? და მეორე თვალი 1 ნამატით. აი ეს, როგორც აქ, ესე იგი ხვრელიდან ამოვიყვანე 2 სვეტი, 3 თავისუფალი თვალი, 2 სვეტი. აი ეს. აი ეს ნახეთ როგორი კუთხეა, აი ძალიან კარგად ჩანს, ხო? ეხლა აქ 3 სვეტი გაქვთ, ამ 3 სვეტის თავზე 3 სვეტს მოგხსოვთ. ხო, დააკვირდით, აი თავი სადაც არის, ნახეთ, აი აქ არის 2 კედელი თავის და აქ უნდა ამოვიყვანოთ 1 სვეტი. მომდევნო თვალში. მეორე სვეტი. აი ეს. მესამე თვალში, მესამე სვეტი. და გავიმეორებ მე ისევ. აი ამ ხვრელიდან ამოვიყვან 2 სვეტს, 3 თავისუფალ თვალს და კიდევ 2 სვეტს. განახოთ. 1 სვეტი. მეორე. ესე რაც უფრო ხშირად მოგხსოვთ ხოლმე უფრო აი თვისებთ. აი 3 თავისუფალი თვალი. ისე 2 სვეტი. და მეორე. აი ეს. ეხლა ისევ აი ამ 3 თავისუფალი თვალიდან ამოვიყვანთ 3 სვეტს. ალბათ ოღონდ ინახეთ პირველი თვალი იმალება ხომ, იმიტომ რომ აქ 2 სვეტი რომ მოგხსოვეთ, თითქოს გადადის იმის თავზე, მაგრამ არ გამოტოვოთ, აი ნახეთ, აი ეს. ხედავთ? აი ეს. 2 ერთად, 2 ერთად. შემდეგ. მომდევნოშიც 2 თვალი ერთად, 2 თვალი ერთად. ეს. და მესამე. ეს გვექნება ლამაზი კვადრატი, აი ესეთი. ეხლა ისევ აქაც გავემეორებთ, ეს იქ ყველა ხვრელში იმეორებთ ერთ და იგივეს, რომ დაგიჯდეთ ესეთი სიმეტრიული კვადრატი. აი 2 სვეტი მოგხსოვე. და ეხლა 3 თავისუფალი თვალი. ისევ 2 სვეტი. ისე. ეხლა ისევ აი 3 თვალი, ხედავთ ხო 3 სვეტს. აი გადასაფარებლები მაგიდის ძალიან ისე ხშირად ასეთ კვადრატებს იყენებენ და ერთმანეთთან გადააბავენ, იქ გააჩნია ბოლო რიგს გარკვეული ესეთი უზორით ამთავრებენ, რომ მე ის გადაბმის ადგილი არ იყოს შესამჩნევი. მგონი რაღაც პერიოდის მერე მე გააჩვენებთ ასეთი გადასაფარებლის მოგხსოვის წესს, გავაკეთებ. აი ესე 2 სვეტი ამოვიყვანე ხვრელიდან, ბოლო ხვრელია, ხო? 3 თავისუფალი თვალი და იგივე ხვრელიდან 2 ისევ სვეტი. 1 და 2. პირველი სვეტი იყო პირველი სვეტის თავზე, აი ეს ნახეთ, აი ეს. იყო აი ამის თავზე, ამიტომ ეს აი აქ ხვრელში არ ქონდა მოგხსოვილი, ამიტომ აი ესე მოგხსოვე, როგორც ყველა კუთხის ადგილას ვხსოვდი. ეხლა აქ რა თქმა უნდა დავაკავშიროთ პირველი სვეტის მესამე თვალია, ხო? 1, 2, 3, აი აქ. აქაც ნახეთ, აი ესე გამოვარჩევ, აი ესე, ერთი კედელი და მეორე, აი როგორც წესია, ხო? და აქ შემაერთებელი თვალით. აი ესე. აი ესეთი ნაკსოვი გვაქვს. თუ გააგრძელებთ ახლა ესეთი წესით ქსოვას, გაიზრდება და გაიზრდება თქვენი კვადრატი, ძალიან ლამაზი კვადრატი დაგიჯდებათ. მე მგონი ეს საკმარისია ახლა დღეისთვის, ხო?
აქ შეიძლება შეუმჩნეველი დამთავრებაც, რა თქმა უნდა. მაგრამ ამისთვის უნდა მოვჭრა ძაფი და არ მინდა რომ მოვჭრა. ერთხელ მაინც გაჩვენოთ მე ბოლოს, როცა უკვე არ დამენანება თქვათ ძაფის მოჭრა. აი ეს. კარგით, აბა, აი ეს არის დღევანდელი, რაც მინდოდა მეჩვენებინა, ესეთი თვალი ერთი ნამატით. წარმატებები. მომავალ შეხვედრამდე.